ეხლა რასაც მოვყვები თვითონ სიტყვები და ასოები მე არ გამომიგონია, მაგრამ თვითონ სიტყვების მიმდევრობა ჩემი დალაგებულია რა. იმ დღეს ვიღვიწებ რა და თვალები ჯერ არ გამიხელია რა, ვიცი რომ გავახელ ესეთ რამეს ვერ დავინახავ რომ ვა ეს რა დავინახე, ესეთი რამე არასოდეს არ მინახავს და არ გავახილე და თვალები დახუჭული ავდექი რა. ხო და ვხეთქე თავი კარადის კარს რა. ნუ გავაღე კარა და გამოვედი რა. გულებით მოღალატება და პრივიჩკა მაქვს რა კარადაში ძილის რა. ხო და ვიფიქრე რა ცოტას კიდე დავიძინებ მეთქი და უნდა დავწვე და ძმაკაცი რეკავს რა. და უნდა უპასუხო რა და საათ შევხედე რა და დილის 7 საათია და მაგარი გამიწა რა რატომ მირეკავ 7 საათზე იქნებ მძინავს რა. მე ამაზე როგორ მირეკავ, როგორ გიპასუხო ამაზე თითი მოვიგლიჯო თუ რა გავაკეთო რა. ხო და გადავდე დავწექი რა. დავწექი არ დამეძინა და მაგრას მანერულებს ეძმაკაცი რა. ამას წინათ ურეკავდი რა და მობილური ჰქონდა გათიშული რა 1 საათი ვრეკე სულ გათიშული ჰქონდა რა. ხო და მე გამახსენდა რომ მეორე ნომერიც ჰქონდა რა და იმაზე გადაურეკე და მიპასუხა რა. გაუციშე ისევ ძველზე გადაურეკე რა. და კიდე არ მიპასუხა რა. ხო და გავნერვიულდი ამაზე რა, ნერვიულობ ამაზე და სანამ ნერვიულობ ჩემ ბიოგრაფიას მოგიყვებით რა. მამეთ ეხა დიდი სატრაბახო ბიოგრაფია არ მაქვს, ამიტომ ვინმე სხვისას მოგიყვებით რა. ხო და ეგეთი სხვაც არავინ არ ვიცი, ამიტომ მე თვითონ მოვიფიქრე პიროვნებას და იმაზე მოგიყვებით რა. თედო გაბისკირია დაიბადა იმდენად გაჭირვებულ ოჯახში, რომ თედოს დაბადებისას დედამის მოუწია საზღვარგარეთ წასვლა და თედოს დაბადებას ვერ დაესწრო. არავის არ ეგონა რომ პატარა თედო 6 თვეზე მეც იცოცხლებდა. გან არ ამესჭირდა პროსტა მინდა რომ დაგძაბოთ რა. 6 წლის რო გახდა თედო ბიძამისმა, სხვისმა ოღონდ საკუთარი არ ხავდა. აჩუკა გიტარა მანქანის ოღონდ. თედომ რა თქმა უნდა ვერაფერში ვერ გამოიყენა და 90-ის რო გახდა თედო ერთ დღესაც დაიძინა და მეორე დღეს გაიღვიძა და კიდე 15 წელი იცოცხლა. არაფერი ბიოგრაფია არ ქონია რატომ აყოლებდა. ხო, ნუ ავდექი ჩავიცვი, ნასკები, შარვალი, ბოწასები, ოღონდ სხვა მიმდევრობით რა, ჯერ ბოწასები, მერე შარვალი, მერე ნასკები, იმენა დავიტანჯე რა. ხო. ბაითი მაქვს როგორ იცით, აი ძალიან სერიოზული რემონტი მაქვს როგორ იცით, აი ევრო რემონტი კი არა, სულ მიმდინარე რემონტი რა. ნუ გამოვედი სახლიდან, ჯერ სანამ გამოვიდოდ მეთქი წვერს გავიპარსო მეთქი რა ცოტა რომ მაქვს წვერი არ მიყვარს რა. ხო და გავიპარსე ეს წვერი რა და ახალი გაპარსული მაქვს არ მიყვარს 2 დღე ვაცადი და გამოვედი რა. ხო და ჩავირბინე ეს კიბეები, კაი ხასიათზე ვარ და ისევ ავირბინე რა სახში, ჩავირბინე ისევ ავირბინე, ჩამოვირბინე ხასიათში ცვლილება შევიტანე და გავედი რა. ხო და გავიარე ცოტა მანძილი დავინახე ჩემი მეზობელი ნოდა რა, მაგარი კაი კაცია, გამარჯვების თქმას ვერ დაასწრებ. რა თუ დაასწრებ ეწყინება რა. ისე დონეზე ეწყინება რომ შეიძლება ერთი თვე არ დაგელაპარაკოს რა, გადაგეკიდოს ვაფშე ღამე დაგირეკოს, ხმა არ ამოიღოს რა, რომ შეგაშინოს რა და ვერ მიხვდე რომ ნოდა რა არის რა. ოღონდ მანამდე დაგირეკავს და გეტყვისო ცოტა ხანში დაგირეკავ რა, რომ იცოდე რომ ვინ გაშინოს რა. სამსახურში არ მეჩქარება, კაი ხასიათზე ვარ და სამსახურსაც შეეხება, აი სანამ უმუშევარი ვიყავი, რო ვეძებდი ხოლმე სამსახურს. ერთი ესეთი ვაკანსია იყო რა რაღაცა და მივედი რა და დირექტორი მეუბნება, აბა რა იციო რა გამოცდილება გაქვს. მეც კი ინგლისური ვიცი, გერმანული ვიცი, ფრანგული აქვს, სერტიფიკატები, დიპლომები მაქვს მეც კი. ესე სამსახურს როგორ ვერ ვიშოვე მეც კი და წამოვედი რა. ხო, კიდე ერთი სამსახური მქონდა კაი ძროხების ფერმაში მუშაობდი რა, მაგარი შემოსავალი იყო, მაგრამ 6 თვის მერე გამომიშვეს რა, მიმიხვდნენ, არა ეს ძროხაო. ხო, ამჟამად ეხლა ოკულისტად მუშაობ რა და იმ დროს ტიპი შემოდის რა და თვალები მეძაბებაო, მეთქი ვის ეძაბება მე მეთქი? ზურაბაბარ ვადაჭკორია მეთქი რა. ხო და ვადაჭკორი არა ვარ მეთქი, მაგრამ მკილია მეთქი და შენ თუ იმას ფიქრობ რომ მე ჩემი გვარი მკილია მეთქი, მაგაზე კიდე ცალკე დაიჯები მეთქი რა. ხო, კიდე ერთი ესეთი შემთხვევა იყო ჩემ ცხოვრებაში, ანუ პაციენტი მოიყვანეს რა და წინა დღეს გავუკეთეს გულის ოპერაცია და გადარჩა რა. ხო და ეხლა მე ექიმი ვარ, მაგრამ ჩემი მოვალეობაა და შევედი რა, მეთქი თვალებზე ოპერაციას გავუკეთებ მეთქი რა. ხო და ჩაუწარიე საკმაოდ კარგად, ერთი თვალით ხედავდა რა უკვე რა.
ხო და ეხლა შეიძლება იფიქროთ რომ შენ რო არ შესულიყავიო ყველაფერი კარგად იქნებოდა არა მაინც შევიდოდ ხო და ნუ ვაგზელებ გზას და დავინახე ორი გოგო მიდის რა ესე 20-21 12-29 ივლისი თებერვალი დავადებით ხე ხო და გვერდით მიდიან რა და თან როგორ მიდიან იცი გვერდით 300 მეტრია დაშორება რა ხო და არ არის გვერდით სიარული რა შეიძლება თქვათ რომ ხო არ არის ხა 300 მეტრი თუ არის დაშორება არ არის ხო ეს ვამბობ რომ არ არის რა ხო და ეს უკანა რომელიც იყო ხო იმას დავეციე რა უკანა კარგი იყო რა და დავეციე ეს ხელები მოუხვიე რა თვალებზე მე და მეუბნები რომ უკანა კაი შესახედი ხარ მეთქი და სახეზე რომ შემოგხედო მეთქი არ მინდა მეთქი და იმედი გამიცრუდეს მეთქი რა ხო და მინდა რომ ეს მომენტი დავიმახსოვრო მეთქი და მე მეხსიერება პატარა მაქვს მეთქი და ამიტომ შენ დაიმახსოვრე მეთქი რა ხო და ეს ხელები მივაჭირე რა თვალებზე რა მაგრამ მივაჭირე და ეთკინა და ეს ხელების ქნება დაიწყო რა მე გიჟია ეს ჩემი სამეთქი და გავაგზავნე რა გზა მეთქი იმ პირველს უნდა დავეციო მეთქი და სადღაც ტუპიკში შევიდა რა და შევედი და დავინახე ხუთი ბიჭი რა ხუთივე იმენა ერთნაირი რა ვაფშე სიმაღლე ჩაცმულობი და თან ხუთივე სხვადასხვა ადგილას კი არ დგას ხუთივე ერთ ადგილას დგას რა ზუსტად რა ხო და გამიკვირდა და მე მივხვდი რომ ანუ ერთი ტიპი იდგა მაგრამ ხუთის შეგრძნება სტობებდა რა ხო და მეთქი მაგას როგორ აკეთებ მეთქი და რასო მეთქი რო უყებოდი არ მისმენდი მეთქი ხო და ალბათ გულში ვყებოდიო მეთქი ამირან გულში მღეროდა ეგ მეთქი ხო ეგ მეთქი შენი სახელი მეთქი ბესო რა მეთქი ბესოს არავის არ მიცნობ მეთქი და გავაგზავნე რა გზა ხო და შარს ვეძებ რა ხო და დავინახე ტიპი რა დგას გამომწვევად რა გამომწვევად არ დგას მაგრამ რო დგას უკვე გამომწვევია რა რატო დგას და რატო არ წევს რა და თუ წევს კიდე ქუჩა კიდე ის ადგილი არ არის რომ წამოწვე და მეთქი ბრატ პლედი სხვა გადაგაფარო მეთქი რა ხო და რა პლედი უნდა გადაგამოფარო ხო და მეთქი რატო წევ ხარ მეთქი მაშინ და არ წევა რომ გინდა დაგაწვინო მეთქი რა ხო და აქ უკვე უნდა მწყვიტოს რა და სანამ მწყვეტს დავამთავრებ ჩემ მონოლოგს რა